გრიპით დაავადებულთა დინამიკა მზარდია, მაგრამ არა საგანგაშო, აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, სადაც განმარტავენ, რომ ვირუსის გავრცელების შემთხვევები რეგიონებში თანაბარია. ამავდროულად დღეისთვის ლაბორატორიულად დადასტურებულია გრიპის შედეგად გარდაცვალების 4 შემთხვევა და აქედან მხოლოდ 3-ია H1N1 ვირუსის შედეგი. ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი საზოგადოებას მიმართავს, რომ გრიპის პირველივე სიმპტომების დაწყებისთანავე მიმართონ ექიმს. ქვეყანაში არის დინამიკა გრიპით ავადობის ზრდისა, მაგრამ არც თუ საგანგაშო. მოიხსენებათ, რომ ჩვენთან ვებგვერდზე ქვეყნდება ყოველდღიურ რეჟიმში და ახლდება ეპიდსიტუაცია. თუ თქვა წინა კვირაში ჩვენ ძირითადად როდესაც გამოვდიოდით ტელევიზიაში ოპერირებდით წინა კვირის მონაცემებით 100,000 მოსახლეზე 245-250 ავადობის მაჩვენებელი კვირის განმავლობაში. ეხლა თქვა ამ კვირის დღეს პარასკევის მონაცემებით გვაქვს 273 დარიგებული გაქვთ პრეს რილიზი და ნახავთ იქ 273 და დაახლოებით თანაბარი გავრცელება ჩვენი საქართველოს რეგიონების მიხედვით.